დღეს ვისაუბრებთ უძრავი ქონების მარკეტინგზე. ჩვენი სტუმარია ლემოჟ ჯგუფის დაფუძნებელი ირინა მელიმონაძე. მოგესალმებით ირინა. მოგესალმები ლევან, მადლობა მოწვევისთვის. ასევე მადლობა. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. პირველი რაც მინდა გითხო ირინა, ვისაუბროთ ბრენდინგზე. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც შეიძლება იყოს ორი კორპუსი ერთი და იგივე უბანში, გვერდ, მაგრამ ერთს აშენებდეს რეპუტაციული ბრენდი და ღირდეს 20-25% უფრო ძვირი კვადრატული მეტრი, ვიდრე გვერდით იგივე ხარისხით შეიძლება და იგივე ზომის ბინა, უფრო იაფი. აი ამაზე მინდა გესაუბრო, როგორ განსაზღვრავს ბრენდინგი, სწორი ბრენდინგი უძრავი ქონების ფასს დეველოპერულ პროექტებში. მადლობა ლევან, ძალიან საინტერესო კითხვაა და ბრენდი აი ესე მხოლოდ ლამაზი ასოების კომბინაცია ამ ფერთა გამა ან კონკრეტული სახელი, რომელიც გვახსოვს არ არის. ქმნის გამოცდილებას, ხშირად აქვს ახალ ბედამშენებლებს ცდუნება, სადღაც დაზოგონ თითქოს უფრო ჭკვიანურად გააკეთეს, სადღაც დაზოგონ არა მხოლოდ მშენებლობის ხარისხზე და მასალებზე, არამედ თანამშრომლებზე მომსახურება გაწიონ, თქვათ ერთი თანამშრომლის ხარჯი, რაც საბოლოო ჯამში აი იმ ქაოსურ მდგომარეობას ქმნის, რაც მერე ახალ ბედამშენებლებს ალბათ დამეთანხმებიან აქვთ კორპუსის ბოლო ეტაპებისთვის. მომხმარებელი დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ გაკრული აბრიდან ტელეფონის ნომრიდან მოსული, ამას მოძიება სჭირდება, დამუშავება სჭირდება, რაც თითოეულ ადამიანს, ანუ თითოეულ მყიდველს უნდა ქონდეს გააზრებული, რომ რაც უფრო მეტ მაღალ მოთხოვნას ვუყენებ კომპანიას მომსახურებაში თუ ხარისხში, ეს რა თქმა უნდა არის საკმაოდ მაღალ ბიუჯეტური მომსახურება. ირინა, შენ ახსენე ახალბედა დეველოპერები. აი, რა შეიძლება ურჩიოთ ასეთ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ ჯერ მყარი ბრენდი და დიდი ნდობა მომხმარებლებში და ისინი იწყებენ პირველ პროექტის მშენებლობას, რითი უნდა მოიპოვონ მომხმარებელში ნდობა, რომ მათ პროექტში ეგრეთ წოდებული ჰაერი შეიძინოს ინვესტორმა თუ საბოლოო მაცხოვრებელმა. მადლობა ლევან. პირველ რიგში ახალმა მშენებლებმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ, რა აქვთ მათ, არ აქვთ ისტორია, არ აქვთ გამოცდილება, მომხმარებელს რომელსაც მიიღებს, არ შეუძლია უთხრას, რომ წადი, ჩემი აშენებული ნახე, ანუ ჩემი დასრულებული პროექტი ნახე, ანუ ეს არ აქვს. ამიტომ ერთადერთი რაც შეუძლია ქნას, აჩვენოს მომხმარებელს, რამდენად მოწესრიგებული აქვს ახლა ამ ეტაპზე თავისი სამშენებლო ნახაზები, ხელშეკრულება, დანართი, ანუ რამდენად დახვეწილად აწვდის. ამიტომ უნდა დაეხმაროს მაქსიმალურად, რომ არაცნობიერი ნაყიდი კი არ ქონდეს მის მომხმარებელს, არამედ გაცნობიერებულად ქონდეს ნაყიდი. ამისთვის არსებობს რენდერები, ამისთვის არსებობს ვიდეო ანიმაციები და ამაში ჩადოს, რადგან ისტორია არ აქვს, ეს ისტორია უნდა შექმნას ხელოვნურად და აი ამ სიზუსტებით. ძალიან კარგი რჩევა. მინდა გადავიდეთ ახლა ხელოვნური ინტელექტზე, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად მიდის გამოყენება ხელოვნური ინტელექტის გაყიდვებში. უფრო მეტად რო ავხსნათ ჩვენს მაყურებელს, როგორ გამოიყენება და რა არის ამის მომავალი, ანუ უფრო მეტად კიდევ გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის წილი უძრავი ქონების გაყიდვებში და რას უნდა ველოდოთ მომავალში. ჩვენ AI-ის თვე ნახევარში ვასწავლეთ ის, რაც 2 წელიწად ნახევარში ვერ ვასწავლეთ დამწყებ თანამშრომელს და დღეს უკვე წელიწადია თითქმის დანერგილი გვაქვს AI ასისტენტი, ხელოვნური ინტელექტი კონსულტაციის ნაწილში მომხმარებლებთან და მე მიწევს პირადად, რომ უფრო მეტი დატვირთვით ვიმუშაო ინფორმაციაზე, რომ არ გამასწროს, იმიტომ რომ ერთდროულად შეუძლია ამოიღოს სტატისტიკური მონაცემები სტატისტიკის ეროვნული ცენტრიდან. მიაკითხოს რეესტრს, ნახოს გაყიდვების საჯარო ინფორმაცია რაც არის, გაყიდვების სტატისტიკა ფასებით, უბნებით, ციფრულ ანალიზს გიდებს ისეც, რომ 10 კონსულტანტი რო დაგექირავებინას სოლიდურ თანხად, შეიძლებოდა ასეთი დაალაგებული პასუხი არ მოეცა. გასაგებია. და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვა ირინა, აი ტენდენციებზეც რო ვისაუბროთ, იმდენად გაჯერებული და კონკურენტულია უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში, რომ რითი უნდა გააკვირვონ მომხმარებელი და მოიზიდონ მომხმარებელი დეველოპერებმა მარკეტინგული მიმართულებით თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. შენ რას ფიქრობ, რა არის წლევანდელი წლის გამოწვევა?
თუ ადრე კიდევ ერთხელ გავუმეორდები, წირე ინფორმაციით ხდებოდა ბინის გაყიდვა და არ იყო ამაზე არც აპელირება, არც მომხმარებლის მხრიდან და არც კომპანიის მხრიდან. დღეს გაცილებით მაღალ ინფორმაციული უნდა იყოს სამშენებლო კომპანია, რომელიც აპირებს, რომ შევიდეს ბაზარზე ან უკვე არის ბაზარზე და გაყიდოს. დღეს უნდა ყველას გავაგებინოთ, რომ ბინის ყიდვა არ არის მხოლოდ ის კონკრეტული კონტური, რომელსაც ვყიდულობდა კვადრატულს ვამრავლებ იქ ღირებულებაზე. იქ აუცილებელი გახდა გამოცდილებამ ნახა ძველმა კორპუსებმა, რომ აუცილებელია ინფრასტრუქტურა, უნდა ვიცოდეს სადარბაზოს ზომა, უნდა ვიცოდე მყავს თუ არა ლობი, მაქვს თუ არა ლობი, მყავს თუ არა, ვთქვათ, ადმინისტრატორი. უბნის ურბანული განვითარება იქნება გამოწვევა და ასეთი პროექტები უკვე მომრავლდა და იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა ირინა, ესეთი საინტერესო და ამომწურავი საუბრისთვის. მადლობა ლევან შენ საინტერესო კითხვებისთვის. ეს იყო უძრავი ქონების ნავიგატორი, ჩვენი სტუმარი იყო ირინა მელიმონაძე.